ახალგაზრდა ატლანტიკოსთა შეკითხვები და საქართველოს პრეზიდენტის პასუხები ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ატლანტიკური საბჭოს ხდომაზე სიტყვით გამოვიდა. რა ეტაპზეა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ურთიერთობა რუსეთთან, ქვეყანაში გატარებული რეფორმები და ოკუპირებული ტერიტორიები. ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტი 2012-ის დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. საქართველოში განხორციელებული რეფორმები და დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში სიტყვით ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე წარსდგა. თუმცა მანამდე ის დამსწრე საზოგადოებას ატლანტიკური საბჭოს ახალგაზრდული სამუშაო ჯგუფის ქართველმა წევრმა წარუდგინა. შალვა ძიძიგურმა ბოლო წლების საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. Good afternoon, ladies and gentlemen. My name is Shalva Ziziguri. მოგესალმებით, მე გახლავართ შალვა ძიძიგური, ატლანტიკური საბჭოს ახალგაზრდული სამუშაო ჯგუფის ქართველი წევრი. ჩემთვის დიდი პატივია წარგიდგინოთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როდესაც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს მიღწევებზე ვფიქრობ, იმდენი რამ ახსენდება, რომ დრო არ მეყოფა მათ ჩამოსათვლელად. თუმცა საერთაშორისო დაღიარებული მიღწევების შესახებ, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის დამარცხების, ბიზნესისთვის მსოფლიო კლასის საინვესტიციო გარემოს შექმნის, გამჭვირვალე და ეფექტიანი ბიუროკრატიის შესახებ ინფორმაცია მედიაში ადვილად მოსაძებნია. სურს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩემი პირადი პატარა გამოცდილება გაგიზიაროთ. 2004 წელს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, მე შეიარაღებულ ძალებში მსახურობდი და ერთ-ერთი პირველი რაც მან გააკეთა, ჩვენი ბატალიონი მოინახულა. კარგად მახსოვს მისი სიტყვა, რომელიც იმედებით ახსავსე იყო. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება მთავარი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნებოდა. მან პირობა დადო, რომ რამდენიმე წელიწადში არმიას ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩამოაყალიბებდა. სიმართლე გითხრათ, იმ დროს, როდესაც გამეფებული იყო კორუფცია და კატასტროფული სიღარიბის დონე ჰქონდა, ეს შეუძლებლად მიგვაჩნდა. თუმცა ჩვენდა და სხვების გასაკვირვად თავდაცვის სფეროში სწრაფი და რადიკალური რეფორმები გატარდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩემი ბატალიონი ერახში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სამშვიდობო მისიას ასრულებდა და თითქმის 2000 კაციანი კონტინგენტით რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. საქართველოს მონაწილეობა მიიღო სხვა დაძაბულ წერტილებში, კერძოდ ბალკანეთში, ახლა კი ავღანეთში აისაფის ოპერაციაშიც არის ჩართული ნატოს ჯარისკაცებთან ერთად. 2004 წელს საქართველოს თუ არ შემდგარი ქვეყანა იყო, დღეს ის საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა და ნატოს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ახლა კი შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს. Today it's my great privilege and honor to have the opportunity to introduce President of Georgia, Mr. Mikhail Saakashvili. ამის შემდეგ ტრიბუნა უკვე მიხეილ სააკაშვილს დაეთმო. ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ქართულ რეფორმებზე, რომლის შესასწავლად და გასაზიარებლადაც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ. ისაუბრა იმ ტრანსფორმაციაზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. საქართველომ, რომელიც სააკაშვილის თქმით 10 წლის წინ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კრიმინოგენურ და კორუმპირებულ ქვეყნად მოიაზრებოდა. დიდი მადლობა. ჩემი აქ გამოსვლა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, საქართველოს ისევე როგორც ჩემი პირადი ურთიერთობები ატლანტიკურ საბჭოსთან მართლაც რომ ფანტასტიკურია. ჩემთვის დიდი პატივია მივმართო ახალგაზრდა ატლანტიკელებს, რადგანაც მეც საკუთარ თავს თქვენთან ერთად მოვიაზრებ. უმცირესობების საკითხ სტუდენტობისას ნორვეგიაში ვსწავლობდი და ჯერ კიდევ მაშინ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი კონფლიქტები, რომელსაც ეთნიკურს უწოდებენ, ვფიქრობ, რომ უფრო ტერიტორიული კონფლიქტებია, რომელიც ჩვენს დიდ მეზობლებთან გვაქვს დღეს უმცირესობით დასახლებულ რაიონებში დიდი ოპტიმიზმია და ამას იქ ჩადებული ინვესტიციები უწყობს ხელს. როდესაც რუსეთი შემოიჭრა, ის ამ უმცირესობების თემით манипуლირება შეეცადა, თუმცა მათი მხრიდან ყველაზე მძაფ რეაქციას წააწყდა. მოვახდინეთ მთავრობის დეცენტრალიზაცია. პარლამენტი გადავიტანით ახალ ქალაქში, რომელიც საქართველოს დასავლეთ ნაწილში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია. პარლამენტს ეძლევა უფლება, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რაც აქამდე პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. შეეცვალა მოქალაქეების დამოკიდებულება სახელმწიფოს, უფლება მოვალეობების მიმართ. თუ 10 წლის წინანდელ და ახლანდელ სატელევიზიო კადრებში ადარებთ ერთმანეთს, ფერებიც კი შეცვლილია. შეცვლილია ადამიანები და მათი ურთიერთდამოკიდებულება. სხვა შენობებია. საქართველოში აშენებულია ახალი შენობები. საქართველოში აშენებული ახალი შენობები მსოფლიო არქიტექტურულ ჟურნალების მიერ ახალ ბრენდად იქნა აღიარებული. ადმინისტრაციული, პოლიციისა და სხვა სამთავრობო შენობები გამჭვირვალეა. ამას თავისი სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქვს სტრატეგიული მდებარეობა, განსაკუთრებით მსოფლიო ენერგეტიკული რესურსების და სხვა საქონელი ტრანზიტის თვალსაზრისით. ზოგჯერ იბადება კითხვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს. განსაკუთრებით ისინი, ვინც რეალ პოლიტიკით არიან გადაღლილები, ამ კითხვას ხშირად სვამენ. თუმცა ისინი, ვინც ღირებულებებს აღიარებენ, ამბობენ, რომ საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს რეფორმები თავის რეგიონში სამაგალითოდ იქცა. შეხედეთ რუკას, თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, მთელი ცენტრალური აზია და კასპიის რეგიონი ჩრდილოეთ ჩინეთთან დამაკავშირებელი ეკონომიკური გზები გადაიკეტება. გართულდება ავღანეთთან კავშირი და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში საუკეთესო ლოჯისტიკის ცენტრებია, საუკეთესო აეროპორტები და ავტომაგისტრალები შენდება. ამ ყველაფრის განვითარება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. მინდა სერგეი ლავროვის ციტირება მოახდინო. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირი ერთი სულიერი სივრცეა და ამ სივრცეში ერთადერთი არანორმალურობა საქართველოს მთავრობა არისო. ფიქრობ ისინი კარგად აცნობიერებენ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგანან. უფრო მეტიც გასულ კვირას რუსეთის ახალმა პრემიერმა მედვედევმა დუმაში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საოცარი რეფორმები გაატარა და მათ ჩვენგან უნდა ისწავლონ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვწულ ვარ. აქ დიდი ცინიზმია. რუსეთის იმპერიის ინტერვენციისას ყველა ქვეყნის მთავრობა ჩამოიშალა. მიუხედავად ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებისა, იმ ფაქტისა, რომ 9 მილიონმა ადამიანმა დატოვა ეს კონფლიქტური რეგიონები, იმისა, რომ ისინი არ აღიარებენ ჩვენ საზღვრებსა და მთავრობას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ დოკუმენტსაც, რომელსაც თვითონ მოაწერეს ხელი, ამ ქვეყნის ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ მართალია გძულს, მაგრამ მათგან ხომ არ ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ ჩვენი ხალხიო. მათი ქვეყანა ჩემსაზე 100-ჯერ დიდია. ახლა დელეგაციებზე მოდიან, მათ შორის რუსეთიდანაც, რომ ჩვენი რეფორმები შეისწავლონ. მუდმივად საფრთხის ქვეშ ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთთან ცალმხრივად უვიზო მიმოსვლა გამოვაცხადეთ. წელს 1 მილიონ რუს ტურისტს ველოდებით საქართველოში. ერთ-ერთმა მეგობარმა მკითხა, ხომ არ გაგიჟდით ეს ხომ სისულელიაო? პირიქით, ეს მილიონი რუსი თუ ეწევა ჩემს ქვეყანას, ეს ჩვენსავე უსაფრთხოებას წარადგება. რადგან გვეყოლება მილიონი ადამიანი, რომელიც საქართველოს შესახებ რეალურ ისტორიას მოყვება და არა იმას, რასაც რუსეთის პროპაგანდა ხატავს. ჩვენთან სტაბილურობა და ევროპაში ყველაზე დაბალი დანაშაულის დონე კავშირის კვლევის მიხედვით. ვიცით, რომ ევროპაში ინტეგრაცია დროს მოითხოვს. ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი რეფორმა გველოდება. Answer your questions. Thank you. რა მოლოდინები აქვს საქართველოს პრეზიდენტ ჩიკაგოს სამიტიდან და სად არის ახლა საქართველოს ნატოსთან მიმართებაში? ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ საუბარი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ჩვენს განხილვები გუშინ გენერალურ მდივან რასმუსენთან ერთად დავიწყეთ. ვისაუბრეთ საქართველოზე და აღვნიშნეთ პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები. მოდით შეგახსენებთ იმას, რაც გენერალურმა მდივანმა თქვა. მან თქვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნება მხარდაჭერილი. თქვენ ახლა ჩიკაგოს სამიტზე იმყოფებით. დაგეგმილია სამი ფორმატის შეხვედრა. საქართველო კი ერთადერთია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სამივე მათგანს დაესწრება. თქვენ ასევე ისაუბრეთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში თქვენი მონაწილეობის შესახებ. გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა გომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. ბუქარესტიდან ჩიკაგომდე ამ 4 წლის მანძილზე როგორ შეაფასებდით, სად არის ახლა საქართველოს ნატოსთან მიმართებაში? გუშინ ჩვენ ნატოს გენერალურ მდივანს ბატონ რასმუსენს ვუსმინეთ და მან კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო პრეზიდენტო, როგორია თქვენი მოლოდინები ჩიკაგოს ამ სამიტისგან? ისტორიის გადასახედიდან თუ შევხედავთ და 4 წლიანი პერიოდი ასეთია, ერთ-ერთი რისი აცილებაც გინდა თავიდან ჩაკეტილ წრეზე სიარულია. არ გინდა რომ გარკვეული დეჟავუ გქონდეს. თუმცა 2012 წელს იყო რუსეთის არჩევნები. იქნება ამერიკაში საპრეზიდენტო და საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. ამას იმასაც თუ დავამატებთ, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი გქონდა, ფიქრობ 2008 წელს ნატო გაყოფილი იყო. ამის ხილვა ჩიკაგოში ყველაზე ნაკლებად გსურს. ადრე ჩვენ უკრაინასთან ერთად განვიხილებოდით. დღეს კი ბალკანეთის სამ ქვეყანასთან ერთად, რომლებზეც ყველა მიცის, რომ ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან. ასე რომ ნატოსთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს და წინსვლა აშკარაა. ეს ყველაფერი გატარებული რეფორმების შედეგია. ვიცით, რომ კავკასიის რეგიონში ბევრი ეთნიკური დაპირისპირებაა. საქართველოს ბოლო პერიოდში ბევრი რეფორმა გაატარა, რომ უფრო დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ, თქვენი გამოცდილება იქნება თუ არა გამოყენებადი ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიც აზერბაიჯანი და სომხეთია? როგორც აღნიშნეთ, თითქმის ყოველდღიურად ყირგიზეთის, მოლდოვას, უკრაინას და ახლა უკვე ტუნისისა და მონღოლეთიდანაც დელეგაციებს მასპინძლობთ, რომლებიც ჩვენი გამოცდილების გაზიარებით არიან დაინტერესებულები. მსოფლიო ბანკმა სულ ახლახან გამოსცა წიგნი კორუფციასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ და იქ სულ საქართველოს მაგალითები ამოყვანილი. ისინი პრეზენტაციებს არა მარტო აფრიკის და სხვა რეგიონების განვითარებად ქვეყნებში აწყობენ, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მიღწევები ჩვენს რეგიონში ძალიან თვალშისაცემია. პოსტსაბჭოთა პერიოდში ორი ტიპის მმართველობის ფორმა დომინირებდა: ელცინის-ნაირი ქაოსი და პუტინის-ნაირი სტაბილურობა. ამობენ, რომ პუტინის მმართველობა უკეთესია, მაგრამ ჩვენ მესამე გზა ვაჩვენეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვიდექით.
ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტი 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან. სამიტის მიზანი ალიანსის სამომავლო გამოწვევებისა და პრიორიტეტების განხილვაა.